სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოვლის შემდეგ ძმებს ირაკლი და გიორგი ბოდოკიებს სწავლა უმაღლეს დაწესებულებაში უფასოდ უნდა გაეგრძელებინათ. ამასთან დაკავშირებით მათ მთავრობისგან დაპირება პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად მიიღეს. ერთი წლის შემდეგ კი სახელმწიფო ვალდებულება ეჭქვეშ დადგა. ვინ უნდა აანაზღაუროს მათი სწავლის საფასური, ამაზე პასუხი არც თავდაცვისა და არც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არ აქვთ. ბოდოკიების მსგავს მდგომარეობაში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 4 სტუდენტია. ახლა უნივერსიტეტი ითხოვს თავის გადასახადს, გითხრეს რომ ოქტომბრის დასაწყისამდე თუ არ იქნება შემოტანილი სტატუსი შეუძლებათ, მაგრამ ეს ყველაფერი გავაცანეთ შემდეგ და რექტორი ბატონი მერაბ ბერიძე არის ამაზე მობილიზებული, ორიენტირებულები ბავშვებზე. ახლა საბოლოოდ მქონდა ურთიერთობა, ასე ვთქვათ, განათლების მინისტრთან და გითხრეს რომ სამინისტროში და გითხრეს რომ უნდა მოხდეს დაფინანსება თავდაცვის სამინისტროსგან. და როგორ იქნება ეს ნამდვილად არ ვიცით, როგორ წარიმართება ეს მოვლენები და საქართველოს პრეზიდენტის 866-ე ბრძანებულების მიხედვით სტუდენტი, რომელიც 2012-13 სასწავლო წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებდა, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტს ვერან ნაწილობრივ მოიპოვებდა, მთავრობის დადგენილებით მას ერთწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ბაკალავრიატში სწავლის საფასურს სახელმწიფო აუნაზღაურებდა. შარშან ივლისის თვე იყო თუ აგვისტო, აღარ ვიცი. ვინც სავალდებულო ჯარს მოიხდის, 4 წლიან დაფინანსებას გაუკეთებთ. და წავიდა ბავშვი სავალდებულო ჯარში და მე მგონი რომ გაუკეთდება 4 წლიანი დაფინანსება. იყო ჩამოსული, ახლა წელს ისევ პირველ კურსზე არის და სამინისტროდან ელოდებიან პასუხს. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესახებ ორგანიზაციის იურისტებმა დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ერთი წლის წინ სახელმწიფომ აღნიშნულ სტუდენტებზე ვალდებულება აიღო. ამიტომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად პირობა უნდა შესრულდეს და რიგითი მოქალაქეები არ დაზარალდნენ. იურისტებმა მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს. უახლოეს პერიოდში სტუდენტთა ეს ნაწილი სამხედრო სავალდებულო სამსახურს დაასრულებს. მათ ოჯახების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა სწავლის საფასური გადაიხადოს, რის გამოც შესაძლოა მათ შეურჩიათ სტუდენტის სტატუსი. საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია, რომ ხელისუფლების ცვლილება არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას. ახლა და ამ შეუსრულებლობით არ უნდა ზარალდებოდნენ რიგითი მოქალაქეები. დღესდღეობით ჩვენ მიმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოეხდინათ რეაგირება და შესაბამისად მოამზადონ საკანონმდებლო აქტი. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში პრივილეგიების მინიჭების შესახებ 2012 წლის 19 სექტემბერს გამოიცა. აღნიშნული დადგენილებით სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან 11 სტუდენტმა ისარგებლა. ისინი სახელმწიფო სავალდებულო სამსახურს 11 ოქტომბერს დაასრულებენ. შეუჩერდება თუ არა მათ სტუდენტის სტატუსი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ამ დრომდე გაურკვეველია.